მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის მშობლის კივრის live სერიების მორიგი გადაცემა. შეგახსენებთ, რომ მშობლის კივრი არის მაგ ჯორჯიას მიერ შექმნილი პლატფორმა. და ეს გადაცემა კონკრეტულად ეს live სერიები ეთმობა შიშიმ პირებს, მათ გამოცდილებებს და ვსაუბრობთ შიშიმ თემისთვის რელევანტურ თემებზე. დღეს სტუმრად გვყავს აკაკი ცანკაშვილი. გამარჯობა აკაკი. მოგვიყვა შენ თავზე პირველ რიგში. ბოდიში კიდევ დავამატებ, რომ ჩვენი ჟესტური ენის თარჯიმანი არის დღეს ლეკუნა ჯაფუშვილი და უდიდესი მადლობა მას. მოგესალმებით. მადლობა აღნიშნულ პლატფორმაზე მოწვევისთვის. ძალიან მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად ვარ. მოგიყვებით ჩემს შესახებ. მე ვარ აკაკი ცანკაშვილი, როგორც უკვე მიცნობთ. დავამთავრე სკოლა, ვსწავლობ 203 საჯარო სკოლაში. მივიღე საშუალო განათლება და ჩავაბარე უკვე პროფესიულ სასწავლებელში, იკარუსში, სადაც ვსწავლობდი კონდიტერიას. გავიარე 2 წლიანი კურსი და მივიღე ასევე პრაქტიკა ამ კოლეჯშიც. და რაღაცნაირად ჩემი მიზანი იყო, რომ აი ამ ხრივ წავსულიყავი და განვითარებულიყავი და მიზანსაც მივაღწიე, გავხდი კონდიტერი. შემდეგ უკვე სწავლის პერიოდში შემარჩიეს კონკურსში, პოლონეთში იყო ერთ-ერთი კონკურსი კონდიტერიის მიმართულებით, ბევრი ქვეყნიდან იღებდნენ მონაწილეები აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობას. ყველა არავინ არ იყო შეშმოპილი ჩემს გარდა იმ კონკურსში და რაღაცნაირად მქონდა განცდა, რომ რაღაცნაირად ვერ გავიმარჯვებდი ამ კონკურსში, იმიტომ რომ რაღაცა ბარიერების გამო. მაგრამ გამიმართლა და ამ კონკურსში მესამე ადგილი ავიღე. ნამდვილად არ მჯეროდა. რაღაცა ემოციურად ძალიან რთული პერიოდი მქონდა, იმიტომ რომ მაშინ ნამდვილად დავრწმუნდი, რომ მე როგორც შეშმოპირი ვიყავი თანასწორი სხვა არაშეშმო პირებთან მიმართებით და ხო ერთადერთი პრობლემა ალბათ რაც არის ის რომ არ მესმის, მაგრამ ყველა შესაძლებლობები რაც მათ მაქვს ასევე მეც. შემდეგ ჩამოსვლისას მივიღე მონაწილეობა MasterChef-ის კონკურსში. აქაც ძალიან რთული პერიოდი გავიარე, იმიტომ რომ მქონდა ის განცდა, რომ მე რაღაცნაირად ვერ გადავლახავდი და ვერ გადავიდოდი შემდეგ ტურებში. თუმცა ძალიან ბევრს ვეცადე და აქაც გამიმართლა. და საბოლოოდ ფინალში გავედი, მაგრამ ვერ გავიმარჯვე და ესეც ძალიან კარგი გამოცდილება იყო ჩემთვის. საბოლოოდ ხო აი ეს კაპირონული გამოცდილება, ზოგადად პიროვნული განვითარების გარდა ეს პროფესიული განვითარება მივიღე ზოგადად სკოლაში, 203 საჯარო სკოლაში, სადაც ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, როგორც პიროვნული განვითარების მიმართულებით, ასევე პროფესიულად. და ჩემი мотиваციაც იყო სკოლის დამთავრების მერე, რომ ჩამებარებინა პროფესიულ განათლებაში. და მარტივად მივახცი ამ ყველაფერს სწორედ სკოლაში მიღებული ცოდნისგან გამომდინარე. კი ბატონო, მე მაინტერესებს ცოტა რომ მოგვიყვე სკოლაში სწავლის პერიოდზე, რა დაბრკოლებები იყო მაგალითად, ან პირიქით რა იყო კარგი, რით გიწყობდნენ ხელს, როგორც მე დაქვეითებულს, ან კიდევ მაგალითად ამ გამოცდილებაზე და ცოდნაზე რომ მოგვიყვე, რაზეც ამბობ რომ დაგეხმარა შემდგომში, კონკრეტულად რა ცოდნა იყო მაგალითად. სკოლაში არაფერი არ გამჭირვებია, იმიტომ რომ მქონდა ის გარემო, ჩემზე მორგებული გარემო. მასწავლებლები, რომლებიც გვასწავლიან სკოლაში, ცხადია, მათ იციან ჟესტური ენა, თუმცა ცოდნის სრულყოფილად მიღებისთვის ჩემთვის საჭირო იყო ასევე თარჯიმნისგან მიმეღო ინფორმაცია სრულყოფილად.
სკოლაში ძალიან აქტიური მოსწავლე ვიყავი. ნებისმიერ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება რაიმე თუ იმართებოდა სკოლაში, ყოველთვის ვიღებდი მონაწილეობას. ვაკეთებდი პრეზენტაციებს სხვადასხვა თემებზე დამოუკიდებლად და აქედან გამომდინარე, აი ამ გამოცემამ ძალიან ბევრი მომცა იმისთვის, რომ შემდგომ ჩემი ცხოვრება ასე არ მემართა, ასე ვთქვათ. თვითონ პროფესიულ კოლეჯზე რას გვეტყვი? ანუ რითი განსხვავდებოდა ეს გამოცდილება სკოლაში მიღებული გამოცდილებისგან და დარწმუნებული ვარ, რომ იქ უკვე სხვა სიტუაცია დაგხვდებოდა არა წესით და აი მაგაზე რომ მოგყვე ცოტა. კი, ძალიან რადიკალურად განსხვავებული იყო სკოლა და პროფესიული საფეხური. ანუ განსხვავება ძირითადად არის ის, რომ სკოლაში მქონდა ჟესტური გარემო, იცოდნენ მასწავლებლებმა ჟესტური ენა და ახლაც იციან და თანატოლებიც ყველას მენდაქვეითებული იყო. და იქ არ მქონდა სკოლაში ბარიერები, იმიტომ რომ ჩემ ენაზე ვსაუბრობდი და პროფესიულ განათლებას როცა ვიღებდი კოლეჯში, მხოლოდ თარჯიმანი მყავდა, რომელიც ინფორმაციას მითარგმნიდა ჟესტურ ენაზე და თანატოლებთან თითქმის ვერ ურთიერთობდი, იმიტომ რომ ეს ჩვენ შორის ბარიერს, კომუნიკაციური ბარიერი იყო. ცხადია, რა თქმა უნდა. თვითონ ლექტორების დამოკიდებულება მაინტერესებს, თუ ფიქრობდი რაღაც მომენტებში, რომ ან დისკრიმინაციული იყო, ან პირიქით რაღაც ცდილობდნენ ხელშეწყობას შენთვის და ანუ თვითონ მაგ გარემოზე რომ მოგყვე ცოტა. არ ნამდვილად ვერ ვიტყვი ამას, იმიტომ რომ გამიმართლა მაგ კოლეჯში პირიქით ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი თავად ლექტორებისგან. კონკრეტულ სახელს ვამბობ, მაია იყო ესეთი ლექტორი, რომელიც ძალიან დიდ ძალისხმევას დებდა იმისთვის, რომ ჩემთვის რაღაცა ესწავლებინა, ყოველთვის ეძახდა თარჯიმანს და მიქმნიდა ჩემზე მორგებულ გარემოს. და ამიტომაც ვთვლი, რომ ერთ-ერთი წვლილი სწორედ კოლეჯის ზოგადად ამ ლექტორს მიუძღვის იმისთვის, რომ რაღაცნაირად მე კონდიტერიაში ძალიან დიდ წარმატებას მივაღწია. ცოტა ესეთი კითხვაც რო დავსვათ ჩვენს ინტერესებთან დაკავშირებით, მაგალითად კონდიტერია რატომ დაგაინტერესა საერთოდ პირველ რიგში კონდიტერია? იმიტომ რომ ბავშვობიდან რაღაცნაირად არ ვფიქრობდი ამ კონდიტერიაზე, მაგრამ როდესაც კომპიუტერი მიყიდეს მშობლებმა, რაღაცნაირად YouTube-ში შევედი და ვუყურებდი ზოგადად კონდიტერიის შესახებ ვიდეოებს და რაღაცნაირად გამიტაცა, მომეწონა და ხშირად ვუყურებდი ხოლმე და ვიფიქრე, რომ მე შემეძლო გავხდარიყავი კონდიტერი და გამეკეთებინა მსგავსი პროდუქტების შემექმნა. მივხვდი, რომ რაღაცნაირად პრაქტიკულად შემეძლო ამის გაკეთება, სახლშიც ძალიან ბევრჯერ დავტესტე და გამიხარდა, რომ უკვე პროფესიულ განათლებაშიც ასე ვთქვათ, კონდიტერიაზე ჩავაბარე და მე პოლონეთში წავედი და უკვე ამ ხრივ ჩემი თავი ასე ვთქვათ ვიპოვე და მიზანიც შემისრულდა. დიდებულია, რა თქმა უნდა. მე მაინტერესებს, ანუ თვითონ ამ გარემოში კონკრეტულად თბილისი რო ავიღოთ, ამ შემთხვევაში ყველაზე რთული რა არის? მაგალითად, ქალაქში გადაადგილებისას, ან თუნდაც რავი, ნებისმიერ რამის კეთებისას, ზოგადად საჯარო სივრცეებში ყველაზე დიდ პრობლემას რა გიქმნის? და ასევე მაინტერესებს შენი გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველოში ინსტიტუციურ დონეზე თუ არის მოგვარებული ეს პრობლემა კომუნიკაციის, ანუ მაგალითად საჯარო სამსახურში, რომელიმე კონკრეტულ საჯარო სამსახურში მისვლისას სერვისის მიღებისას, თუ ქონია ესეთი გამოცდილება, რომ არ ყოლიათ ადამიანი ან თარჯიმანი, ან ვინც იცოდა ჟესტური ენა, რომ დაგხმარებოდა. ზოგადად გარეთ გადაადგილების დროს და მე
სოციალურ ცხოვრებაში ძალიან ბევრი ბარიერები არსებობს სხვადასხვა დაკეთებული ადამიანებისთვის. დამოუკიდებელი ცხოვრების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, დამოუკიდებლობა გვაქვს, თუმცა აი კომუნიკაციის ბარიერი დიდ პრობლემას გვექმნის, თუნდაც სატრანსპორტო საშუალებების თან გადაადგილების დროს, ხო? აი თუნდაც სამარშრუტო ტაქსის დროს რაღაცნაირად ხარზე ვადებთ ხოლმე მძღოლს ხელს და ესეც ერთგვარი ცუდი ტონია, იმიტომ რომ შეიძლება მძღოლს შეეშინდეს და რაღაცა არასწორი მანევრირება გააკეთოს. ამიტომ ალბათ რაღაც ხილაკი უნდა არსებობდეს, რომ ჩვენზე მორგებული იყოს, რომ ხმის სიგნალით მაინც მივახვედროთ მძღოლს, რომ გააჩეროს. დაძახების ჩვენი კომუნიკაციის პრობლემა გვაქვს და შესაბამისად ვერც დავუძახებთ ხომ და ვერც ვეტყვით რომ გააჩეროს. ამიტომ მე დიდი იმედი მაქვს რომ მარშრუტკებში ეს გაინერგება ეს სისტემა, რომ სპეციალური ღილაკი არსებობდეს, რითაც გავაჩერებთ და გვექნება შესაძლებლობა რომ ამ ფორმით კონდეს კომუნიკაცია თვითონ სამართო მძღოლებთან. და მეორე ბარიერით ზოგადად საჯარო სივრცეებში და ინსტიტუციურ დონეზე რაც ახსენეთ, აი მაგალითად, როდესაც პლასტიკურ ბარათს ვადაგასდის და სურს რომ მივიდე და გამოცვალა, ხო? ანუ მე ყოველთვის მივყავს ხოლმე თარჯიმანი, ჩემთან ერთად, იმიტომ რომ ადგილზე არ ხდება მსგავსი სერვისი. და როდესაც ყოველთვის თარჯიმას არ შეუძლია გამომყვეს და როდესაც მივდივარ ბანკში ვთხოვ რომ ვიდეო კამერის საშუალებით მაინც ჩავთო თარჯიმანი, რომ კომუნიკაცია შედგეს, მაგრამ ყოველთვის უარს ვიღებ, იმიტომ რომ ამბობენ, რომ მესამე პირის ჩართვა არ არის მიზანშეწონილი და ამიტომ ტექსტურად ურთიერთობენ წერილობით ჩემთან. მაგრამ ცოტა რთულია, იმიტომ რომ იქ საბანკო ტერმინებია და მარტივად რაღაც ტერმინებს ვერ ვიგებ. ამიტომ სრულყოფილად ვერ ვიღებ ინფორმაციას სერვისის მიღების პროცესში. და ზოგადად და რაც შეეხება აი საავადმყოფოებს, ხო, სამედიცინო მომსახურების დროს აუცილებლად ჩვენ თვითონ ვუზრუნველყოფთ თარჯიმნის ფინანსურ მხარდაჭერასაც სამწუხაროდ და მიგვყავს თარჯიმანი, იმიტომ რომ ძალიან რთულია კომუნიკაცია, აქ არ არის რაღაცა მოკლევადიანი კომუნიკაცია, ძალიან მთელი პროცედურებია საჭირო და ამიტომ თარჯიმნის გარეშე მე ძალიან მიჭირს მსგავსი მომსახურების მიღება დამოუკიდებლად. გასაგებია, სამედიცინო სერვისებზეც რო ვისაუბროთ უფრო მეტი, მაგალითად თუ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ექიმი ყოფილა დისკრიმინაციული ჟენი როგორც შიშიმპირის მიმართ, რადგან ანუ ბევრი სხვადასხვა სახის შიშიმპირისგან მომისმენიას და მე თვითონაც გამომიცდია ჩემ თავზე და მაინტერესებს შენ თუ გქონია ასეთი შემთხვევა. იცი კონკრეტულად ეს მახსენდება კონკრეტული შემთხვევა, იმიტომ რომ საბინდეოდ არ მიწევს ხშირად კლინიკაში სადღაც სიარული. ხო, ანუ გააჩნია, იმიტომ რომ ყველა ექიმი არ არის ასე ინდივიდუალური ალბათ ესეც ხო, რაღაც განსხვავებული დამოკიდებულება აქვს შიშიმპირების მიმართ, მაგრამ მსგავსი რამ ჯერ მე ჩემთან არ ყოფილა. ძალიან კარგი მიხარია გულწრფელად. შემდეგ კითხვა ჩემი არის ასეთი, რამე სახის განსხვავება თუ არსებობს შენი ურთიერთობის ფორმასთან, მაგალითად შიშიმ ადამიანებთან და არა შიშიმ ადამიანებთან, აი რამე განსხვავება თუ არის ამას შორის? ძალიან დიდი განსხვავება არის. ხარაც თავს კომფორტულად არ გრძნობ სიმართლე გითხრა, რაც ძალიან სამწუხაროა, ზოგადად არ შეშემოწმებთან ურთიერთობის დროს, ალბათ სწორედ ბარიერიდან გამომდინარე, კომუნიკაციური ბარიერიდან გამომდინარე. ხო, არ გულისხმობ, ეგეც მინდა დავუმატო. იცით რა სიმართლე გითხრათ, არ მქონია ესეთი აქტიური კომუნიკაცია, თუნდაც სხვა შეშემოპირებთან, რომელსაც არ აქვს მენის შეზღუდვა და ასევე არა შეშემოპირებთან. ხო, იმიტომ რომ ძირითადად არა შეშემოპირებთან, როცა მაქვს კომუნიკაცია, ყოველთვის მოკლე ვადიანი კომუნიკაცია დგება
ხოლმე ჩვენ შორის და ხო ანუ რაღაცა აღარ მიდის იქამდე რომ უკვე რაღაცა თემაზე შედგეს თქვათ საუბარი. ამიტომ ეს განსხვავება არის. კი ბატონო, მაგალითად მეგობრებს რაც შეეხება, თუ არიან ისეთი ადამიანები ან ნაცნობები ან მეგობრები, ბოდიში ანა შეიძლება დავამატო. კი, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც არის ის, რომ ხო, ანუ ერთადერთი საკითხი, რაც მინდა რომ აქვე გავაჟღერო, რომ ჩვენ არ გვაქვს სამწუხაროდ დღევანდელი რეგულაციის გათვალისწინებით მართვის მოწმობის აღების უფლება სამწუხაროდ. ეს ახალი რეგულაცია ხო, იმიტომ რომ თუნდაც აი ფსიქოს რო ვეძახით, ხო, მართვის მოწმობის დროს რაც გჭირდება საბუთი, გვეუბნებიან, რომ აპარატი უნდა გაიკეთოთ, ან დამხმარე მოწყობილობა უნდა გაიკეთოთ და ამ შემთხვევაში რომ თვალსაჩინო თუ იქნება ეს თქვენი შეზღუდული შესაძლებლობა, ამ შემთხვევაში შეგვიძლია გავცეთ მართვის მოწმობა. ხო, ანუ არანაირი პრობლემა არ არის, იმიტომ რომ ჩვენ თვალებით ვხედავთ და ანუ მხედველობით შეგვიძლიათ ვაკონტროლოთ თუნდაც საგზაო მოძრაობის დროს უმართოთ საჭი. ამიტომ არ არის ეს დაბრკოლება, ნამდვილად ამის ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს. არაერთი ადამიანი ატარებს წლებიან მანქანას, მაგრამ ხო, აი ეს ერთადერთი საკითხი, რაც ვერ გადავჭერით სამწუხაროდ. ხო, ну, არასწორი რეგულაციები აქვთ და მე მგონი შინაგან საქმეთა სამინისტრო ამაზე ნამდვილად უნდა იფიქროს, იმიტომ რომ ჩვენ ყველა კატეგორიაში შეგვიძლია მართვის მოწმობის აღება და გამოსის ჩაბარება. და აქაც შეზღუდულები ვართ, მხოლოდ კონკრეტულ კატეგორიაზე შეიძლება გასცენ, ეს ადრე იყო და ეხაც აღარ გვთავენ მაგის ნებას. გულწრფელად რო გითხრა ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ საერთოდ არ მქონდა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია. ბოდიშით ხო, ანუ ვიცით რა არის, მე კი ავიღეო 2 წლის წინ აპარატი თუმცა უკაცრავად. მართვის მოწმობა. თუმცა აი ის პროცესი იყო ძალიან დისკრიმინაციული, როდესაც მე მართვის მოწმობა ავიღე, იმიტომ რომ თხოვდნენ აპარატის გაკეთებას და დამხმარე ტექნოლოგიების მორგებას, როდესაც არ მჭირდებოდა. და არ ვიყავი რაღაცნაირად კმაყოფილი. ცხადია. ну, რა თქმა უნდა, რატომ იქნებოდა კმაყოფილი. ძალიან გამიკვირდა სიმართლე რომ გითხრათ, კიდევ ერთხელ გამიმეორებ, რაც თქვი, იმიტომ რომ საერთოდ არ მქონია ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია და ისიც უნდა ითქვას, რომ ყოველ ჯერზე, როცა ეს ლაივი დგება ხოლმე და ვსაუბრობ შიშმა ადამიანებთან, კიდევ უფრო ახალ რაღაცას ვიგებ იმის შესახებ, თუ რამდენი რამე ყოფილა თუმე გამოსასწორებელი რა. და შიშმა ადამიანებს რაც შეეხება, მე მაგალითად ეტლით მოსარგებლე ვარ და ხშირად ვერ ვხედავთ ხოლმე სხვა სახის შიშმა ადამიანების პრობლემებს. არა და როგორც ადრეც ვთქვით ჩვენ შეხვედრისას მე და შენ, მე მგონია რომ ეტლით მოსარგებლეებისთვის ბევრად უფრო მარტივია ჩვენს ქალაქში თბილისში გადაადგილება, ვიდრე მაგალითად სმენადაქვეითებულებისთვის რა და პრინციპში ჩვენს აღნიშნე უფრო ბევრად მეტი პრობლემა არის ამასთან დაკავშირებით. აკაკი, კიდევ მაინტერესებს რა არის ბოდიში ჩაგეჭრები, ანა. კი ბატონო. ხო, ერთადერთი პრობლემა ჩვენთვის, როგორც უკვე აღნიშნე, ანუ ეს არის, ანუ ჩვენ შეგვიძლია ყველანაირად ვიცხოვროთ ისე, როგორც არაშიშმა პირები ცხოვრობენ, თუმცა ერთადერთი პრობლემა ჩვენი, რაც სმენადაქვეითებულებისთვის არის ის, რომ კომუნიკაციის ბარიერი არსებობს ჩვენსა და არაშიშმა საზოგადოებას შორის. კი ბატონო, აბსოლუტურად. მაინტერესებს თუ არის ჩვენ თვითონ თუ გაქვს რამე კითხვა სხვა შიშმა ადამიანებთან, შეიძლება საერთოდ არ იყოს სმენადაქვეითებული. სხვა სახის შეზღუდული შესაძლებლობა ვისაც აქვს. მე ზოგადად მინდა შიშმა პირებს, არა მარტო სმენადაქვეითებულ ადამიანებს ვუთხრა, რომ არასდროს დანებდნენ და ყოველთვის იბრძოდნენ თავიანთი უფლებებისთვის, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცაერთ სახელმწიფო დონეზე ესე უცბად ყველაფერი ვერ მოგვარდეს, მაგრამ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ჩემს მაგალითზე გეტყვით, რომ მიზნის მისაღწევად ყოველთვის უნდა ვიბრძოლოთ. ძალიან დიდი მადლობა, აკაკი. მგონი ჩემი კითხვები ამოიწურა ამით. ძალიან მიხარია, რომ დღეს იყავი ჩვენი სტუმარი.
წარმატებებს გისურვებ შემდეგ საქმიანობაშიც. და იმედი მაქვს, ოდესმე გავსინჯავ შენს გაკეთებულ საჭმელს. აუცილებლად შეგვხვდები, მოგართმევ პირადად. ძალიან დიდი მადლობა. ლეკუნა, ძალიან დიდი მადლობა შენ. მადლობა ჩვენს მსმენელებს. და მოკლედ ძალიან დიდი მადლობა ყველას და ნახვამდის.